მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით მე ქორო და ასევე მაკარა არის ჩემთან ერთად. აუ, ეგ მიყვარს ყველაფერია. ქართული წონიანების მეფე, სახელწოდებით კამკა. რა უნდა თქვათ ბოლოში? მა. და გამომძიებელს ქონდა გრძელი თვა. ვა, ძალიან მაგარია. ვაიმე ქორო. იგრე დაიდო თავის თვინთი და ხო მარტო შეშჭამს. სავოლ დიჯეი მართლა რა. იაკობს მონარქი. ორი ერთში. როგორ შეგეშალა რა უაზრო ვიცი ხოლმე. ჩემმა კულინარიული ცოდნის გაღრმავების სურვილმა ამჯერად ფასანაურში გადმომისროლა. ფასანაურში იმყოფები რესტორანი ორბის ტერიტორიაზე. თოვლიანია ზოგადად არაგვის ხეობა და მივყოფებით, სადაც თეთრი და შავი არაგვი უერთდება ერთმანეთს. რესტორან ორბში ვიმყოფები იმისათვის, რომ არაგვის ხეობის დამახასიათებელი კერძები მოუმზადო ჩემს სტუმრებს და ნასიამოვნები გაუშვა ფასანაურიდან. შევიდეთ დავათვალიეროთ ჩვენი ამორჩეული ფავორიტი რესტორანი ორბი და დაველოდოთ სტუმრებს. გეტყვით, შორს ვარ წავიდეთ, მაგრამ ჯობია მასპინძელსაც გავაცნო. ერთად გაიგებთ. გამარჯობა ზურა. ცოტნე მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ. მოგესალმები რესტორან ორბში, დაბა ფასანაურში. მინდა პირველ რიგში რომ გაგიმასპინძლე, იმიტომ რომ დღეს ვართ ღვინოთეკის დარბაზში. გვაქვს რამდენიმე შენგენაც ვარ. ღვინის ასორტიმენტი პირველ რიგში, მაგრამ სანამ ღვინოზე გადავიდო და მინდა გითხრა ორიოდ სიტყვით ჩვენს შესახებ, რომ კი ბატონო. წარმოვადგენთ ქართულ სამზარეულოს და გვაქვს მთიულური ავთენტური კერძები, რომელსაც შემოგთავაზებთ. გარდა ღვინოთეკისა გვაქვს დარბაზები, მონადირის დარბაზი, ფიტულებით და თოფებით ამბავში. და სხვადასხვა იდეით დატვირთული დარბაზები, რომელიც კერძებთან ერთად საბოლოო ჯამში ქმნის გარემოს ჩვენი სტუმრებისთვის, სადაც სასიამოვნოდ გაატარებენ დროს. ანუ ხეობის სულს გადმოსცემენ ეს დარბაზი. კი ბატონო. დღეს რახან ღვინოთეკის დარბაზს მასპინძლობ, შემოგთავაზებ ერთ-ერთ ღვინოს, დავაგემოვნოთ ეს ღვინო. სახელწოდება? ეს ღვინო არის ამჯერად, კი ბატონო, ციცკა, იმერული ღვინის სახლის ციცკა არის. ფავორიტი. ოპა. მე სამწუხაროდ ვერ მოვიხმარ არკოხულს და ჩემს საყვარელ საჭმელებსაც, მაგრამ სამაგიეროდ ქართულ რიტუალს, ჭიქის მიჭახუნებას და აქაურობის დღეგრძელობას გეტყვით. პირველ რიგში ხეობას გაუმარჯოს, ხეობას, რომლის ანარეკლსაც და რომლის საუკეთესოსაც ცდილობთ, რომ თქვენ თავი მოუყაროთ ამ რესტორანში, ხეობის მადლს გაუმარჯოს, აქაურობის ადგილის დედას, თქვენ რესტორანს, თქვენს ჩანაფიქს, თქვენს დაწყებულ კეთილ საქმეს, ხვავი და ბარაკა ქონებოდეთ და არ გამოგილიოთ კეთილი სტუმარი ღმერთო. გაიხარეთ, მადლობა და პირველ რიგში ისევ და ისევ მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ჩემი აქ ვიზიტი გასაგებია სტუმრიანია, სტუმრები მეყოლებიან, არხი ჰამაკი არის ასეთი, ყველამ კარგად ვიცით. კი ბატონო. გიორგი ქორიძე, ქორო მეყოლება სტუმარი ერთი და მეორე ესეთი ქართული YouTube-ის აკვანი, ვინც დაარწია და უბრალოდ კი არ დაარწია, თვითონ იწვაში და ისე გაიზარდა. მაკარა გვეყოლება სტუმრად, რომელიც ეხა რეინკარნაციას ჩაიჩობს YouTube-ზე და ახალი არხი გააკეთა, ნიკა მაკარა ორივე არხის, ჩემ არხთან ერთად აქ აღწერილობაში ლინკები იქნება და დააჭირეთ გადადით და დაუფასეთ ამ ხალხს მუშაობა და აღვაწი შეუფასეთ თქვენი ცერათითებით და გამოწერით. კარგი, გადავინაცვლებ სამზარეულოში მას შემდეგ, რაც შევთანხმდებით იმ სამკერდზე, რომელიც დღეს მე და მზარეულმა გავაკეთოთ და მე დროს აღარ წავიდე. კი ბატონო. ეს არის პირველ რიგში ვართ ფასანაურში და აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ ფასანაურული ორბის ხინკალი. კი ბატონო. კარგი დაწყება, რა დროს არ ჭამო. ხინკალი ზოგადად ყველგან კარგია და ვიტყვი რომ ჩვენთან საუკეთესოა, იმიტომ რომ არის ფასანაურული. და არის ორბის და ორბის ხინკალი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პატარა ვარიაციები გვაქვს, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს და ვფიქრობ, რომ კმაყოფილებას თქვენ თვითონ
ნახავთ მე როცა დააგებინებთ. მეორე კერძი რა. სტუმრებო თქვენზეა საუბარი. მეორე კერძი რა შემილია შემოგთავაზოთ, ხლოვანი ესეც არის მთიულური კერძი. დიდებული. კი ბატონო, არის ძალიან გემრიელი. და აქაურ ხეობაში როგორც არის მიღებული წვება რა, უფრო იწვება, ხო? ტაფაზე იწვება თუ? კი, იწვება. აუ, ეგ მიყვარს ყველაფერი, აუ. და იმიტომ რომ ზამთარი არის, შემოგთავაზებთ წვნიან კერძს. ჩიხირთმა ალბათ, აქაურობის იდენტობა ჩემი აქაურობასთან არის ჩიხირთმა. მე მოვიხმობ ახლა ხეობის მადლს და სულს, რომ ისეთი კერძი გამაკეთებინოს, რომ არ შემორწყვინოს სტუმრებთან და არც ხეობაში არ წვინოს. ამიტომ დავდგები ფიქრს გავაჩაღებ, მაგრამ პირველ რიგში გავივლი კონსულტაციას ბზარეულთან. აღარ გაგაცდენ მეც და მადლობა მასპინძლობისათვის. ახლა გადავინაცვლებ სამზარეულოში, სადაც დღეს ერთი დღით მეც ვიქნები მასპინძელი. ზემოვლით. დავედით. მაშასე მეგობრებო, გადავინაწილეთ ფუნქციები მე და მზარეულმა. ქალბატონი როზა მოამზადებს და როგორ შეიძლება ჩავერიო ამ საქმეში მე აქაურ ორბის ცნობილ ფასანაურულ ხინკალს და ასევე მოამზადებს ხლოვანასაც. ოღონ ამჯერად ამ ხლოვანას პატარა საიდუმლო მინდა გითხრათ და იცოდეთ. ხლოვანა იქნება ხაჭოთი. რაღაცა გაფიქრების დონეზეც მე მგონი უნაზესი შიგთავსი უნდა გამოვიდეს. შესაბამისად მე წილად ვხვდა ქართული წონიანების მეფე სახელწოდებით ჩიხირთმა. ჩემეული ვერსია ჩიხირთმის ორბის ჩიხირთმის ვერსიიდან ერთადერთი რამით განსხვავდება. ჩიხირთმის აქაური ვერსია მზადდება კერდის ნაჭრისგან, რაც შეეხება ჩემს ვერსიას, მე უფრო უპირატესობას ვანიჭებ ბარკალს და გადანახსენს. ცოტა მეტად შიშხათი იქნება ჩემი ჩიხირთმა, გამომდინარე იქიდან რომ მე მიყვარს ოდნავ სიცხარისკენ გაქცეული. ხო, თავად დამავიწყდა კვერცხი, ოღონდ იცოდეთ ჩემს რეცეპტშიც და ქალბატონი როზას აქაურ რეცეპტშიც რესტორანებში კვერცხის მხოლოდ გულები. ცილა არა. რო არ გაგიშაოთ, თვითონ ჩიხირთმა და იყოს კამკა. რა უნდა თქვა ბოლოში? მა. წავედი. მოგესალმებით ორბში ბიჭო. მისალამი. გამარჯობა. სასიამოვნოა. ეს რო გავიხადოთ, არქვა შეიძლება, ხო? კი ბატონო, და აქეთ წავიდეთ. იმიტომ რომ წელს გავიხსენით და თქვენ ერთ-ერთი ჩვენი პირველი კლიენტები ხართ, მინდა გიმასპინძლოთ და შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილი ჩვენთან. აქ ხო, დავბრძანდით. სასიამოვნოა, მოდი, მაგარ მეგობანო. ბუხართან ძალიან სასიამოვნოა, სიცივიდან რო შემოდიხარ სითბოში მით უმეტეს. კი. ვიცი რომ გუდაურიდან მოდიხართ კი ბატონო. და ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ ესეთი რაღაც, რომ სულ ცოტა ხანში გაეშვება ჩვენი აპლიკაცია და უკვე გუდაურიდან წამოსულებს შეგეძლებათ შეგვიკვეთოთ თქვენთვის ასურული კერძები. უფრო დავზოგოთ გზაში. კი და უკვე აქ ჩვენთან მოსულებს ცხელი კერძი დაგახვედროთ, გაგიმასპინძლდეთ და სასიამოვნო მოგონებების დაგიტოვოთ რესტორანმა ორბმა. შვენიერია, ესეც რო წავიღო რორამე თქვენი მაგისტვის არის, ხო? QR-ს დავასკანერებ. ყველა ინფორმაციას ძირითადად ამ QR-ზე გაეცნობთ. მენიუს უბრალოდ ჩავხედავთ და გავერთობით, ჩვენ შევექცევით მენიუს. დანარჩენი ყველაფერში გენდობით
რა ვიცი, მშვენიერი სიტყვა მაქვს აქ უკან დახვედრილი. ეხლა მე დაგტოვებთ და ისიამოვნეთ გარემოთი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. დაწუნებული ვარ, გაამართლებს იმედებს მოლოდინებს. საკმაოდ გურმანი ადამიანები შევიკრიბეთ, ჩემი აზრით, ჩემო მაგ. ამას შენ რო არ დაკარგო მე წამოვიდობ. მე ჯიბეში მიდევს უკვე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით. მე კორო და ასევე მაკარა არის ჩემთან ერთად და პირველი გერდის დაგემოვნება სიხილავთ ეხლა. გაიხარხული. ბოდიში ისანი. ყელი მტკიოდა და ვაუ, ესე უცებ ყველაფერი? ჩემი საყვარელი ჩიხირთმა. საიდან იცი ხერხერთმა? აბა რა არის? გასინჯე და მე მიხვდები. რავი, რომ უყურებ ჩიხირთმა აშკარად. და. სხვათა შორის, ვისაც ნაბახუსები გაწუხებთ, მე პირადად გირჩევდით ჩიხირთმას, იმიტომ რომ ძალიან მშველის ხოლმე პირადად მე ჩიხირთმა, რა თქმა უნდა, ვიღაცები ხაშსაც მიირთმევენ, მაგრამ მე ჩიხირთმა ძალიან მიყვარს და ჩიხირთმით გამოვდივარ ხოლმე. დავამატებ რომ გათმის ხორცზე მეტად რა ვიცი ვერ ჭამ ვერცეთ ხორცს გემრიელად ზოგი ჩემწვარ გოჭზე გიждდება და ткаცად ყუთზე მე ნუღა გამომხედო არა პრობლემა და წვნიანში მით უმეტეს ჩიხირთმაში გათმის ხორცი აი რა ვიცი სამურია ეხა უკვე ყნოსვით გრძნობ რომ აქ მე მგონი ნაბახუსებზე ისევ აქ უნდა მოვიდეთ რაღაც მაგია მართლა დაატრიალებული ეს ჩვეულებრივი ჩიხირთმა არ არის აბა წავიდა ვაუ ჩიხირთმა თუ ვინმეს არ გიყვართ თქვენი არ გვესმის შენც ხო არ გესმის მაგან ამიანების შენც არ მესმის უკვე შენც არ მესმის რა გვიდი სახელზე თუ გიფიქრე აქ რა თქია ჩიხირთმა რაღაც მომენტში რაღაც საქმეს იძიებდი ჩიხში შევიდა და გამომძიებელს ქონდა გრძელი თვა ვა ძალიან მაგარია მაგრამ ნამდვილად ფიქრობ რომ ეს შეიძლება იყოს შანსოს მომზადებული შეიძლება რაფერს ვერ მომ აუ რა კაი სიცხარე წამოიღო ხათან სადმე თუ მივდივარ ხოლმე ჩიხირთმა ხვდება ხოლმე მთლიანი ქათამიდებს ხოლმე შიგნით რა და ძალიან არ მსიამოვნებს აი ახლა თქვენ ვერ ხედავთ მაგრამ აი დაახლოებით ეს პატარა ნაჭრებად არის დაჭრილი ეს ფილე არის ეს ანუ ბევრად 100 ჯერ კარგია ჩემთვის იმიტომ რომ მთლიანი ქათამი ამომაქვს ხოლმე და გადამაქვს თეფშზე და ეხა აქ არის აი ჯარისკაცებად რომ ბავშვობაში გვიჭრიდნენ ხოლმე ხო იცი აი ეგრე ხორცი ჩაჭრილი როგორც მიყვარს მე ცოტა წაბრაწულიც არის ზამთარში რომ სახლში მიხვალა ეგრევე რომ ლოგნიში შეწვევი აი რო ქცივა და საბაში რომ აი შეღუღულდები ხო იცი აი ეგრეა ეხა ჩიხირთმა ჩემთვის რა ვაიმე ქორო შენც მარი და გავიწყდა ეს ის უნდა ვქნა ესემტერი დაგეცალოთ მეთქი ნუ მოვატრიალო ახლა მოკლედ ნაბახუსებზე სიამოვნებით ჩამოვიდოდი აქ რა და მე მგონი თბილისიდან მაქსიმუმ 2 საათის არა 2 საათიც არ იქნება რა ოპა გემრიელად მიირთვით გაიხარეთ რა კერძია ეს რა ქვია მოც ეს არის ქართული რა ანუ დამპლინგია ხო რაღაც დამპლინგის სომხურია როგორც ვიცი და ქართველებმა მოუპარეთ დამპლინგის ტაიპის ეს და ქართულს ვეძახით რა და ქართული ის არის ძმარი უხდება ძმარი საკმაოდ უხდება ძმარი ესე იგი ეს არის შენ ხო ყველა საყრი ფასანაურული ხინკალი აი ეხ შენს ყურში გაცნობეს რომ ფასანაურული ამ წამს მომაწოდეს მე წეგამქვი რომ თეილურია თო ფასანაურული ყოფილა ოხ აი წონებების იგრე დაიდო თავის თვინთი და ხო მარტო შეშჭამს აუ როგორ დაიმიქსა ისი ეს ხინკლის წვენი ახლა ჩეხერთმის წვენთან ერთად საღოლ დიჯეი მართლა რა ჩეხერთმის მერე პიდი არ გამიჩერებია შენ მართლა კაი ნონ-სტოპზე ხარ პატარაობაში ფიქრობ ალბათ აი მაკდონალდსიდან რაღაცა და მერე რომ აი ცოტა რომ გაიზდები მერე ხვდები რა ჩიხირთმა ხინკალი კონიაკი თუ შეიძლება გა კი ბატონო ან არაყის რა ვიცი კონიაკი თუ გაქვს ბადუკეთეს კონიაკი
აი დავამტკიცე. მადლობა ძალიან დიდი. აი ეს ახლა დაარესეტებს ჩვენს გემოებს პირში და მადლობა. მადლობა. ვახ. მადლობა. მოდი ჩვენს ამ ადგილას სტუმრობას და ამ ადგილის ესეთ საოცარ მასპინძლობას გავუმარჯოს ჩემო ქორო. აი ხარე, ჩემო მაგარ. წელს პირველად ვჭამ ესე გემრიელად რა, ვაღიარებ. ნუ ხა ახალი წლის სუფრა ოლივიებით და ყველა ოჯახში ერთი და იგივენაირად გემრიელია, რომ და ეს სტანდარტული კვება რო დაბრუნდა, ესე წელს პირველად თან და ესეთ სტანდარტული ქართული. მით უმეტეს ჩვენ კაი ფეხი უნდა გქონდეს. რაღაც მომენტში შეიძლება მეკვლეებიც დაგვერქვას ამ ადგილზე და და ჩანაწერში ვნახოთ რა. ხო, ანუ რაღაც შემოვედით. ჩემი აზრით, ნუ ვიცი რომ სადღაც ერთი კვირის გახსნილები არიან. ვუსურვებ, რომ ძალიან ბევრი კარგი სუფრა გაშლილი იყოს აქ და კარგი ფეხი გქონოდეს, იმიტომ რომ მე უკვე რაც მივირთვი, იმით დიდად ვისიამოვნე და იმას ვლაპარაკობდი ახლა, რომ აი თბილისში რო სადღაც წასვლა მინდა თქო და რაღაცა, აი 2 საათი ხო არ გავიჭირო, საათნახევარი და ბანემ აქეთ ხო არ წამოსულიყავი თქო და აქეთ რაღაცა მომელხინა და მეკეიფა, აგერ მით უმეტეს ბუხართან თან შევიპირე მე პატრონი, რომ აი ბუხართან დაგსავთ ხოლმე და მეც მანდ ვიყავი სხვა შორის. კი ბატონო. გაიხარე ხო, გაიხარე. აგიმარჯოთ ყველას ქართულ სულში შემოგევლეთ რა. წარმატებული წელი ჩვენ და აქაურობას. აი ხარე. აბა მოდი, ჩემი წეღანდელი ჩანაფიქრი გაახორციელეს აქ. რომ ვისურვო შეხირთმის წვენთან ერთად გამესინჯა ხინკალი და ეხლავე გეტყვით როგორ იმიქსება. დაიცა. ეს ყველაფერი ერთმანეთში. უბიჭო კუჭი, პატრა კუჭი მაქვს მეგობრებო რა გავაკეთო, მაგრამ არ შემიძლია რომ მეც იგივე არ გავაკეთო. აჰა, ფუ. დამემოდე. შო, ვიცი. მიდიკა. დავაი. იაკობს მონარქი. 2-1-ში. ძალიან უხდება. ნუ სუპერ გემრიელობები ხდება. და რაც თავია, ავთენტურია რა. ადგილმდებარეობასთან შესაბამისია და ბათუმში ესეთ რაღაცას ასლა ვერ შეჭამ რა. ეს მიჭამია ვაფშე? ეს არის ფხლოვანა. შეიძლება გავშალოთ. ფხლოვანა თუ ფხლოვანა მაგარი. თუ ჯერ გავსინჯო. მეგობარო, რომელი? მცენარეულა. საათი. მე მცენარეულს დავარქმევდი. მცენარეულ. ბოსტანი პურში? რაღაცა სერიალის სახელია ბოსტანი პურში. ბოსტანის ფილიალი. ბოსტონის საათი. როგორ შეგეშალა რა უაზრო ვიცი ხოლმე. დაიცა ეს ისაა? აუ ძალიან მაგარია ეს. ამას საუზმეზე რო ფეთქვა ერთი ორ ნაჭერს, რა ის ომლეტი ვია. შეგნით არის სალათების ისა ზეიმი. ნახეთ რა ხდება. ეს როგორი რაღაცაა, იცი? სწავლია. ახალ წელზე რო სუფრაზე პურზე დაგილაგებია? მე დამილაგებია. აი თონის პურზე. რო დაილაგებ და აი დააფარებ და ბადეჯანი ისა, ჰა. აი ეგეთი რაღაცაა. აუ საოცარია. შონზოს რომელიც არ უნდა გაეკეთებინა. ეს ძალიან მაგარია. ჩვეულებრივად შერწყმულია ამ ყველაფერთან. დუმრა სალამი. ვაუ. სალამ ალეიკუმ. მოგირჩევია მუხრით ზურგებს ითმოთ. გამარჯობა ბატონო შონზო. კონიაკი გათხოვთ, ოჩო. მოკნინა მუხარი. ემრელი კერძებით. მითხარით აბა ხა რომელი კერძი როგორ მოგეწონა? საოცრება ტრიალებს აქ გავბედავ და დავიწყებ. მე ვერ დავმალე ეგრევე ჩავკბიჩე თუ არა, გავანათე დარწმუნებული ვარ. ფერი იმდენად უცნაური ქონდა, ან მხლოვანას ველოდებით, რომ რაღაცა მწვანე. თან მცენარეები რახანი ერთად არის, უფრო გემოებშიც მარტივად მეგობრობენ. რეიტინგი. ჯერ იქამდე არ ჩემი რეიტინგი არ ვიცი. შეხირთვა მოლონის გადააჭარბა რა. პირველი ადგილი.
კი, აუცილებლად რა. ან ჩეხერთვას ყველაზე კრიტიკულად მინდოდა რომ შემეხედა. შევხედე კრიტიკულად და ძალიან მაღალ იმაზე ამიყვანა რა. ლეველზე. კი ბატონო. ეს ჩეხერთვა იყო აი რაღაცა ის. კი ბატონო. ჩემთვის იყო აი ხო იცი რომ ანათებს უცბად რა, ხო? კი ბარსელონა, კი ბატონო, რეალთან მით უმეტეს ბოლო ორი თამაში ბარსამ რეალთანაც ითამაშა, აი ეგ იყო ჩეხერთვა. ბაიერნთანაც რაც ითამაშა ბარსამ ბოლო თამაში ეგ იყო ჩემთვის ჩეხერთვა. მეორე ადგილზე გავიდა ორი კერძიდან რომელი? მეორე ადგილზე ორივე გავიდა რა. ანუ ხინკალი და მხლოვანა თანაბრძალოვანი. აი ეს გასაკვირი გემო ქონდა ჩემთვის რა. არ მიყვარს მე დიდად რაღაცა ახალ აი რაღაცა ისე ანუ მინდა ხოლმე რომ კულინარიულ ძიებებში ხო არა მინდა ხოლმე რომ გავსინჯო, მაგრამ აი არ მომწყრალად ვარ ხოლმე. ორივეს მეორე ადგილი. მაგრამ ჩეხერთვაზე ჩამოდით. პირველში მადლობა რომ დამპატიჟეთ და ესეთ საოცრებ თქვენი არხის შესახებ კიდევ ერთხელ გაქვთ საშუალება ამ ცნობებს გავაჟღეროთ. მადლობა. ჩემი არხია ნიკა მაკარა, რომელსაც შეგიძლიათ გასართობ იუმორისტულ მიმდინარეობის ვიდეოებს შეავლოთ თვალი. გამოიწერეთ აუცილებლად აქეთაც, იქით ხმოკი, აქეთ. მადლობა. უი, ამაზე კაი ისტორია. ბატონი ეკლები. ძველი სახელი ქვია ამას. ეკლები. მეგობრები მყავს Foxy Friends-ი. აჰა. და ისინი ამას აძრობენ და Foxy Friends სტუდია, კი ბატონო. შონზოს არხი ხო და ვარქი? კი ბატონო. შვენიერი. მადლობა ბათუს ამისთვის. ვერ მალავს დაბეჭდილებას მხლოვანას პირველ ადგილზე უშავ უპირობოდ, იმიტომ რომ ეს გემოების ეს სინთეზი არასდროს გამისინჯავს. ვერაფერთან ვასოცირებ, ანუ ხაჭო ყველაზე მეტად მოუხდა სამბო? ხაჭოც ყველაზე მეტად მოუხდა და ეს მცენარეები ისე ჩუქურთნენ ერთმანეთს რა. აქ უკვე თავარი ფაქტორი რა არის? ეს მცენარეები აქ სადღაც ახლო-მახლოში არის ყველაზე ფრეშად არის. ნოყიერ მიწაზე, ანუ ბუნებრივად კარგი ნიადაგზე მოყვანილი, კარგი გემრიელი უკვე მასალა იყო ამისთვის და შესაბამისად გამოვიდა ესეთი გემრიელი. მაგარი. მეორე მესამე ადგილს შენც ეგრე გაქვს? ზოლაში გაინაწილებენ ალბათ ჩეხერთმა და ხინკალი რა. დაკ კერძი, მეტი არაფერი არ თქვით. ჯელობის გარეშე. ჩემი აზრით ჩეხერთმა. მეც ჩეხერთმა უნდა მეთქვა. რატო უნდა მეთქვა ეს ჩეხერთმა? იმიტომ რომ არ ჯერა, ნო ჩეხერთმა. იმიტომ რომ წინაზე ეგრე შევცდი რაღაცაზე, შევცდი ეგრევე და არ მგონია რომ ჩეხერთმა, მაგრამ ჩეხერთმა. მე რაც გავაკეთე იმ კერძში, მზარეულის რეცეპტისგან განსხვავებით. გამოვიყენე ზეთის მაგიურად ერბო. მზარეულის რეცეპტის შევცვალე ქათმის გულმკერდის ხორცის მაგივრად გამოვიყენე ქათმის ბარკლის ხორცი, გავასუფთავე ძვლებისგან, დავაკუცმაცე საქოროვეთ, წვრილად და საქორველად წვრილად და ასევე არ მომიხარშავს არა პირდაპირ ამოგანგლე მარილში ცოტა ხანი ვაცალე აი ნახავთ ვიდეოში მე როგორ ვაწყობდი ესე და მე პირდაპირ დავახალე ისევ ერბოიან ცოტა ზეთი და ბევრი ერბო ტაფაზე და მოვწალე. მადლობა, ახლა თქვენგან მოლოცვას ვღებულობ უკვე რომ რესტორან ორბში გაჩნდა კერძი, სახელწოდებით ჩიხირთმა და ფჩხილებში შონზოს ვერსია. ვაუ თქვენ, მე ავტოლდისმენტებით შეგამყოფთ. ანუ იმენა თუ არის ამბავში მენიუში რომ ჩაიხედებით, იქ ხო არის მენიუში ჩიხირთმა, ვევით მეორე ჩიხირთმა და იქ ფჩხილებში ჩასმული შონზოს ვერსია. ჭუკჭუკს გავაგრძელებ, თქვენ აღარ გადაგღლით. ასეთი არის ფასანაურის ორბი, ასეთი ჯერჯერობით როგორც ბუნება არის ჯერჯერობით მიძინებული და ესე სითბოში მყოფი და ითბობს, მაგრამ იფეთქებს. როგორც ფებრუარში დაიწყებს უკვე გაკვირტვას ბუნება, აქაც გუგუნი ატყდება, უსურვებ რა თქმა უნდა ბევრ ხალხს აქ, მოსულს ბევრ კეთილ სტუმარს და გემშვიდობით, მადლობა ჩემს სტუმრებს. კიდევ ერთი მორიგი გამარჯვებისთვის. რა ვიცი, მადლობა. როგორც ზარეული შევდექი ორბში.